იესოს მეორედ მოსვლამდე მხოლოდ 4 ნიშანი დარჩა, რაც ბიბლიის თანახმად შესაძლოა ძალიან მალე მოხდეს. პირველი ნიშანი არის მადლის ჟამის დასასრული, როდესაც ღმერთი ყველას აძლევს დროს მასთან დასაბრუნებლად და გადასარჩენად, მაგრამ ეს დრო შეზღუდულია და მალე ისინი, ვინც ჭეშმარიტება არ აირჩია, ვეღარ შეძლებენ უკან დაბრუნებას. მეორე ნიშანი არის დიდი გასაჭირი, როგორც ეს დანიელის მე-12 თავშია ნაწინასწარმეტყველები. ეს არის საშინელი პერიოდი, ეს არის უპრეცედენტო ტანჯვის ჟამი, როდესაც მრავალი მტერი გადაეცემათ, მსოფლიო კი ქაოსში ჩაიძირება. მესამე ნიშანი არის ის, რომ ყველას რწმენა გამოიცდება, გამოჩნდება მხეცის ნიშანი და მსოფლიო სისტემა აიძულებს ადამიანებს თაყვანისცემს სიცრუეს. ისინი, ვინც მიიღებენ მხეცის ნიშანს, გახდებიან ამ სისტემის ნაწილი, ხოლო მათ, ვინც უარს იტყვის, მკიცედ უნდა დადგნენ, მაშინაც კი თუ ეს კომფორტის ან სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავს. უკანასკნელი ნიშანი არის ის, რომ მათზე მოვა განკითხვა, მათი სახელები კი სიცოცხლის წიგნშიც კი არ ჩაიწერება, ხოლო ისინი, ვინც ღმერთს ეკუთვნიან, დაცულნი იქნებიან. მოემზადეთ, რადგან იესოს მობრძანება ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. თუ ახლა ისმენთ ამ გზავნილს, ეს არ არის შემთხვევობითობა. თუ ნამდვილად გსურთ მოემზადოთ იესოს მობრძანებისთვის, დააჭირეთ ვიდეოს ქვემოთ მოცემულ ღილაკს და უპასუხეთ ამინ. თქვენ მიიღებთ სასიხარულო ამბავს უფლის მეორედ მოსვლის შესახებ.